საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის საზეიმო მიღება შერატონ მეტეხიბალაში დიდ ხანს გაგრძელდა. საღამოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო მიღებაზე მიწვეულები იყვნენ სპეციალურად ინაუგურაციისათვის ჩამოსული უცხოელი სტუმრები და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები. ისტორიული დღის ბოლოს მინისტრებმა ინაუგურაცია შეაფასეს და გიორგი მარგველაშვილის საზეიმო სიტყვის აქცენტებზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა ძალიან სწორი, ძალიან საჭირო აქცენტები თავის გამოსვლაში. მან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ეს ჩემთვის განსაკუთრებით აღსანიშნავი არასაკვირველია, მაგრამ აგრეთვე შიდა საკითხებზეც. მან მეგობრობის და ძმობის ხელი გაუწოდა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ტექნიკური ხარვეზი ყოველთვის ახლავს ყველანაირ წარმოდგენას, მაგრამ ამას ვერ ატყობს აყურებელი. ჩვენ ვიცით ხოლმე. მე მგონი კარგად ჩაიარა, ისე როგორც გვინდოდა აკადემიურად, შვიდად წარმომადგენლობითი იყო და რა ვიცი, მეკმაყოფილი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააჟღერა თავის გამოსვლაში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მან ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პრიორიტეტებზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, დეოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაზე და ასევე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე. ქვეყანა გადავიდა ახალ კონსტიტუციაში, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ინაუგურაციისა. ეს არის რიგითი პრეზიდენტის შეცვალა. ეს არის ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველი დღე. რა დღეს ვერ ვიგრძნობ, რა თქმა უნდა, ამას. ეს დაახლოებით წამასაგას დალევდა გონია რომ არაფერი არ იცვლება. გავა 2-3 წელი და ყველა მიხვდებით, რომ სულ სხვა რეალობაში ვართ, როცა საპარლამენტო ქვეყანა არის საქართველო. პირველად მოხდა რომ ესე მშვიდობიანად ნარად, დემოკრატიულად და არაანგაჟირებულად ჩაიარა პრეზიდენტის ინაუგურაცია. შეეხება ჩემ პირად განწყობა, არის მშვიდი, საქმიანი და იმედიანი, რომ მართლაც შევძლებთ ქვეყნის ფეხზე დამყარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როცა საქართველოში ეკონომიკური და ზოგადად პოლიტიკის კეთება სიყვარულის რელსებზე გადადის და ჰარმონიულ რელსებზე გადადის.